სოფოთში გადაუღებელმა წვიმამ ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა, დადბორილია ქუჩები, გადავსებულია სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ნაწილს საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე წყალი შეუვიდა, დაზიანდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. წყლისგან ზარალი მიადგა კომერციულ ფართებსა და მაღაზიებსაც. მესმის ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, წუხელის იყო კატასტროფა, მაგრამ საკაჩი არ მუშაობდა. მივედით ამ თავსხმა წვიმაში, აგერ 9 აპრილზე რო არის საკაჩი და გვეუბნება თანამშრომელი, რომ შუქი არა მაქვს. 21-ის 112 გვაფრთხილებს რამდენი ხანია, რომ წვიმა იქნება, დასავლეთში კატასტროფა იქნება და მივდივარ ადამიანთან დახმარებისთვის და მეუბნება შუქი არ არის. მთელი ოთახები წყლით მაქვს სავსე. ყველა ყვავილები დაგვეღუპა. ნაძვები განადგურებულია. შიგნით სახლში კოჭებამდე წყალია. კაცი, შვილი არ მოსულა, დამხმარე არავინ არ არის. საპატრულოს გადაეციო მითხრენ მერიის თანამშრომელმა, მივედი საპატრულო გამოვიძახე, რა ვქნაო, მე რას გაკეთებ, მერიას და უკავშირდიო. სამაშველოს და უკავშირდიო, მოვიდა, ნასოსი არა მაქვს, რო ამოვაკაჩაო. მერიაში დაცვის მეტი არავინ არა. რა ვქნა, არავინ არ მოსულა. დამაყენეთ გზაზე რა გავაკეთე. სად წავიდე? ამ წვიმაში კი არა. აი ყოველთვის დაგირეკავთ და მობრძანდით. 10 წუთი რო იწვიმოს, აქ ჩვენ ახურული ვართ. სულ ასე წვიმის დროს დანერვოზებულები ვართ, მთელი ოჯახი ადამიანად არ ვარგივართ. რაღაც საშველი ხო უნდა გქონდეს, აი ეს ორი ოჯახი იხჯობა წყალში. მე არ ვიცი. შვაღამიდან დაიწყო, შვაღამიდან დაიწყო გულუღებელწინა, რა ვიცი, ხოხშკაკალიც მესმოდახმა და რა ვიცი, ისე ხშირად გადადის, რაღაც წყალი მეაწუხელ საშინელება ამ დილამდე ეზოები დაწყორულია. დათვერილი ეზოები ოჯახებში შეუვიდა ხალხს წყალი. ზარალი მიატა და ახოთ ხალხს გაქვთ. ალა არ ვიცი ზარალი ეგერ შეგიძლია შეხედე და ნახოთ. აქა კიდო. არა მე ცოტა იქებ ცხოვრობ ჩემთან მშრალია. ამათან შესულია პადვალ წყალი მთლიანად გუფუშდა ყველაფერი და რა ვიცი. გახსოვდებათ მსგავსი წვიმა ყოფილა? კი ეგა ბავშვებიდან ასია აქ ყოველთვის ასია აქ ყოველთვის. თუ იყვნენ ვინმე გახმუთუ კითხავთ თქვენთვის? არა. ან თუ მიმართავთ რომ რაღაცა? არა, ნასოსია სადამ არ გაკეთებ, ეგ ამბობენ რომ ნასოსია უნდა გაკეთოს და თუ გაკეთა აი ნასოსია გვეშველება და თუ არა და ასე იქნება ყოველთვის წვიმის დროს. მაგრამ წუხელ მაინც ნამეტანი იყო. ასე ამ დონეზე არ იყო წყალი არა ზროს. ამას ქუჩაში დგებოდა წყალი, მაგრამ ოჯახებში არ შედიოდა. ქალაქოჩი ტელეგრამის განმავლობაში მოვიდა უხვინალეკი სიტყვასახით, რასაც თან ახლდა ძლიერი ქარი. ამ ეტაპზე ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია ხეები, სეტყვის და ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა პირველი სართულები, დაიტბორა ქალაქის ქუჩები. ამ ეტაპზე ქალაქოჩის მუნიციპალიტეტის მერია შესაბამისი სამსახურებით აქტიურადაა ჩართული, რომ მოხდეს ზარალის დათვა, მოხდეს მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე რის შეძლებაც არის დახმარების აღმოჩენა და ვაგრძელებთ რომ შევქმნათ ერთიანი სურათი, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ დადგინდეს ზარალი და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოთ შემდგომში მოსახლეობას. ფოთის მერიის განცხადებით, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს დაზარალებულთა აღრიცხვა, რათა მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გაეწიოთ.